მეგობრები ყავს. დღეს ძალიან საინტერესო თემა მაქვს განსახილველი თქვენთან. პირველ რიგში მაინტერესებს თუ ამოიცნობთ თქვენს თავებს. ბევრ სიკეთეს აკეთებთ, ყველას ეხმარებით, ქველმოქმედი ხართ, გასცემთ უანგარო ყველაფერს, მაგრამ თითქოს რაღაცა გაქრით. ვერავინ ამჩნევს ამ სიკეთეს, ვერავინ ვერ ამჩნევს რას აკეთებთ და თითქოს თქვენი სიკეთე იკარგება. მხოლოდ უმადური ადამიანები, მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვინც ითხოვს თქვენგან, რომ რაღაცაში უნდა დაეხმაროთ, რაღაცაში გავალდებულებთ, რომ გააკეთოთ. და დაიღალეთ ამ სიტუაციებში. და რა ხდება ამ დროს? ადამიანები იმას ამჩნევენ, რა უფრო მეტად რა არ გაუკეთეთ და იმას ამჩნევენ, რას ითხოვენ თავად და არა იმას, რა გაუკეთეთ და რამდენი გაუკეთეთ. და ამასაც არ თავი დავენებოთ, ზოგადად სამყაროში არის ესე. თუ გასცემ უფასოდ, აუცილებლად მოიზიდა უმადურ ადამიანებს. სიყვარული, ემოციები, საქმე, დახმარება, ფინანსები, ყველაფერი აბსოლუტურად, რაც არის რესურსი და რაც არის შენი და გასცემ უფასოდ, ჩათვალე რომ დაიკარგა. ან ჩათვალე რომ გაუჩინარდი, ჩათვალე რომ ფასი დაიკარგა შენს ყველაფერს აბსოლუტურად, რასაც აკეთებ და რასაც გასცემ. ეს ასე მუშაობს სამყაროში. და თუ გინდა რომ ეს გამოასწორო, უბრალოდ ისწავლე რომ სანაცვლოდ შენც უნდა მიიღო რაღაც. ანუ ისე ნუ გაუკეთებ ნურავის. გიყვარს და გასცემ სიყვარულს. გაეცი სიყვარული მათთან, ვისაც უყვარხარ და არა მათთან, ვისაც არა დარდებ. გინდა ქველმოქმედებაში ვიღაცას დაეხმარო? არ გულისხმობ ხა მაგალითად ბავშვთა სახლებს და მსგავს რაღაცებს. გინდა რომ ვიღაცას დაეხმარო, ესე ვთქვათ და რაღაც ესე ვთქვათ ერთგვარი ქველმოქმედებასავით იყოს, ოღონდ კონკრეტული ადამიანისთვის. მაშინ მისგანაც მოითხოვე რაღაც. თუ მას არ შეუძლია რომ ფინანსურად რაღაცა გაგიკეთოს და მატერიალურად, მას შეუძლია სხვანაირად დააბალანსოს ეს ყველაფერი. ყველაფერში აუცილებელია ბალანსი. აბსოლუტურად ყველაფერში, იმიტომ რომ ენერგია იკარგება სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა კეთილები ვიყოთ. კეთილი ხარ, ყველას დაეხმარე ფინანსურად და როცა შენ გჭირდა არა უნდა გეხმარა, ესეც შენი ესე ვთქვათ, შრომის გაუფასურება. ასე რომ გაითვალისწინე. ხშირად მომართავ ხოლმე ესეთი საკითხებით და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა გაიაზროს ყველამ. აუცილებელია. და რაც მთავარია, თუ კი ვინმე რაიმეს გიკეთებთ და უბალანსეთ მასაც, იმიტომ რომ ეს უკვე ენერგეტიკული ვალია. და ენერგეტიკულ ვალზე პოსტიც მწერია. მართალია ჩემი პოსტი უფრო ეზოთერიკულ საკითხს ეხებოდა, იმიტომ რომ ამ სფეროში უფრო მეტი პრობლემაა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ისედაც არანაკლებია ჩემი აზრით. ვიღაცა რაღაცაში თუ დაგეხმარებათ, მინიმალურად დაუბალანსეთ. თუნდაც ვიღაცა დაგეხმარათ რაღაც კონკრეტულ რემონტის გაკეთებაში, თუნდაც რაღაცის დაყენებაში, რაღაცის დამონტაჟებაში, თუნდაც მოიპატიჟეთ, ყავა დაალევინეთ, აჭამეთ, რაღაცაზე დაპატიჟეთ. თუ არ გინდათ რომ გადაუხადოთ მაგალითად, ან რაღაცა მოიფიქრეთ, რაც შეიძლება რომ მას მაგალითად აჩუქოთ და გამოადგეს. აუცილებლად დააბალანსეთ და თქვენ თვითონ ნახავთ, რომ თუ თქვენს შრომას ფასს არ დაუკარგავთ და აუცილებლად მოითხოვთ სანაცვლოდ რაღაცას და თუ თქვენს რასაც მიიღებთ სხვისგან ამასაც დააბალანსებთ, ბევრად უფრო კარგად იგრძნობთ თავს, ბევრად უკეთესად წარიმართება თქვენი საქმეები და ფინანსურადაც მეტს მიაღწევთ. გულიც აღარ გეტკინებათ და მოკლედ ძალიან დიდ სხვაობას დაინახავთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ უბრალოდ თუნდაც ცადოთ რაღაცა პერიოდი, მაგალითად 1 თვე. ეს ერთ ბაშად უცბად, რომ ერთ დღეში ყველაფერი მოთხოვოთ და ყველაფერი გამოსწორდეს არ ხდება, მაგრამ დაახლოებით 1 თვე მაინც რო ცადოთ
მე თქვენ თვითონვე მიხვდებით, რომ აღარ მოგინდებათ ყველგურად გააკეთოთ რაღაცეები. აღარ ახლა დავუსვათ ჩემს ისეთ რაღაცაზე კითხვები, რომ აი ოჯახის წევრებსაც აი ყავა რა ვშარ გაუკეთო ისე რომ რაღაც არ დამიბალანსოს. არა, ოჯახის წევრია, ყავას ისედაც ვუკეთებთ ერთმანეთს, ისედაც ვუზიარებთ ჩვენს ამბებს ერთმანეთს, ისედაც გვიყვარს ერთმანეთი ოჯახში, აქედან გამომდინარე ოჯახის წევრებს ეს არ ეხებათ. თუმცა თუ ეზოთერიკას ეხება, ეზოთერიკამ არ იცის არც ოჯახის წევრი, არც ახლობელი, არც ნათესავი, არც არაფერი. ყველა ერთია. ადამიანი არის ინდივიდი, ზრდასრული ადამიანი და არის დამოუკიდებელი ენერგეტიკულად. აქედან გამომდინარე, ეზოთერიკაში რაიმე თუ ხდება, ერთი მეორეს რაღაცას თუ უკეთებს, აუცილებელია დაბალანსება, იმიტომ რომ აქ ეზოთერიკ, ტაროლოგი იქნება ეს, ჯადოქარი იქნება, რიტუალს ეხება საქმე, ბედის მატრიცას, ტაროს გაშლას თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი რამ, ჩვენი პირადი ენერგიები იდება ძალიან ბევრი. და აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ფასი აქვს. უშუალოდ ენერგეტიკა იდება ჩვენი, ამას გულისხმობ. და ამიტომ აქვს უფრო მაღალი ფასი. და თუ ეს არ დაბალანსდება, იმისთვისაც ცუდია, ვინც ამ ყველაფერს ისე მიიღებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ცოტა მერე სხვა რაღაცით აუცილებლად გადაიხდის და ესეც სამყაროს ერთ-ერთი დაუწერელი კანონია, წესია. და ის, ვინც გააკეთებს და არ დაუბალანსებენ ავტომატურად ჩდება მეორეს ენერგიებზე, რომ დაბალანსდეს დანაკარგი აი შეივსოს, მაგრამ იმის ენერგიებზე რომ ჩდება სამწუხაროდ და ალბათ საბედნიეროთაც, იმიტომ რომ ბევრ ცუდ მოვლენას გვაშორებს ეს წესიც, იმის კარგსა და ცუდს ორივეს იღებს გამკეთებელიც. აქედან გამომდინარე, სულ იმას ვიძახი ხოლმე, რომ არ შეიძლება უფასოდ. არ შეიძლება, რომ რაღაცაში ფული დაზოგოთ, არ შეიძლება, რომ საკუთარი შრომა გააუფასუროთ. ასე რომ, გაითვალისწინეთ და გისურვებთ ყველას ამ საკითხში გააზრებას, ყველაფრის, ვისაც ეს გჭირდებათ.